მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ კომიტეტის ხდომას, კვორუმი გვაქვს, დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს 5 საკითხი. გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობთ. პირველი საკითხი ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქმეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მომსახურეების ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ზღვის მცველი მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე დარახველიძე წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქმეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ზღვის მცველი მონაწილეობის განმავლობაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეთანხმების პროექტს. წარმოდგენილი ტექნიკური შეთანხმების პროექტი მომზადებულია თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების სარდლობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით. აღნიშნული დოკუმენტი ქართული მხარისთვის წარმოადგენს იმის შესაძლებლობას, რომ ქართული კონტინგენტი განთავსდეს თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებზე, რომლებიც ჩართული არიან ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ზღვის მცველი. საგულისხმოა, რომ ნატოს ეგიდით მოქმედი ოპერაცია ზღვის მცველი მისი თავარი ამოცანებია ზღვის მცველის საოპერაციო არეალში ზღვაზე ტერორისტთა ბრძოლა, თავისუფალი ნაოსნობის ხელშეწყობა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობა მარკომ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს მონაწილეობს და მხარს უჭერს 2012 წლიდან ოპერაცია ზღვის მცველი, რაც მოიცავს აღნიშნული ოპერაციის ხარდასაჭერად მხარეებს შორის სადაზვერვო ტაქტიკური ხასიათის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას 2014 წლიდან სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მეკავშირე ოფიცრის წარგზავნას მარკომის სარდლობაში. ნატოს ოპერაციული შესაძლებლობის კონცეფციის შეფასებისა და უკავშირის პროგრამის დასრულების შემდეგ ოპერაციაში ზღვის მცველი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველოს ოფიციალურად მოახდინა სანაპირო დაცვის კანონახსნელების ტაქტიკური ჯგუფის აბორდაჟის განცხადება ნატოს ძალთა რეზერვში და დაიწყო მათი მომზადება და შეფასება პროგრამის შესაბამისად. დასახელებულმა აბორდაჟის ჯგუფებმა აღნიშნული პროგრამა წარმატებით 2021 წელს დაასრულეს, რის საფუძველზეც 2022 წლის 11 მაისს ნატოს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ საქართველოს აღიარა ოპერაციულ პარტნიორად ოპერაცია ზღვის მცველში. რამაც დასახელებულ ოპერაციაში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მონაწილეობის საფუძველი შექმნა. წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების პროექტი არეგულირებს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების განთავსებას თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე, მათ შორის ჯგუფის საკვებით და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ასევე ოპერაცია ზღვის მცველი აბორდაჟის ჯგუფების ჩართულობის პირობებს თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდიდან. გარდა ამისა, პროექტი განსაზღვრავს ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ქართული და თურქული მხარის ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო და თურქეთის რესპუბლიკაში შიდა ტრანსპორტირებას, ხომალდის შიდა განწესის პატივისცემას და მხარეთა სხვა ფინანსურ ვალდებულებებს. ტექნიკური შეთანხმების გაფორმება უზრუნველყოფს ოპერაცია ზღვის მცველი საქართველოს სახელმწიფო დროშის დემონსტრირების შესაძლებლობას, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატოს საზღვაო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლებას, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ხარდასაჭერად ქართული მხარის მიერ წვრილი შეტანის შესაძლებლობას. წინამდებარე ტექნიკური შეთანხმების საფუძველზე დღის წესრიგში დადგება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ოპერაცია ზღვის მცველის მონაწილეობის საკითხი, რაც გამოიწვევს ბიუჯეტთან, რა თქმა უნდა, ხარჯვითი ნაწილის გაზრდას და აქ გათვალისწინებული იქნება მოგზაურობის ხარჯები, სამედიცინო სამილიონებო ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ხარჯები. ზოგადად ამ პროექტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აბორდაჟის ჯგუფება გაიარეს, როგორც აღნიშნეთ, შესაბამისი საფეხურებით შემოწმება, მათ მიენიჭათ
სტატუსი, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციებში ჩაერთონ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფი არის სულ თავსებადობაში რატოს შესაბამის სტანდარტებთან. ჩვენ მსგავსი პროგრამა უკვე განვახორციელეთ საბერძნეთის მხარესთან ერთად და ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ჰქონდა. ეხლა თავად თურქული მხარის მხრიდან იყო ეს ინიციატივა წამოსული, რა თქმა უნდა, ჩვენ დავეთანხმეთ. უკვე ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას, ეხლა წარმოუდგენელია სარატიფიკაციოდ და უკვე იანვრის თვეში ჩვენი ჯგუფები გაემგზავრებიან თურქეთში და ერთობლივად მიიღებენ აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, შესაბამისად ვთხოვთ ხადაჭერას. დიდი მადლობა. ხომ არ არის კითხვები? კითხვები არ არის. ბატონ ალექსანდრე, ნიკოლოზ, ბატონოს ერთი პატარა კითხვა მაქვს თუ შეიძლება. მადლობა ბატონ ალექსანდრე ამ ინფორმაციისთვის. დღეს თუ არის სხვა მისია ან ოპერაცია, რომელიც მოქმედია ასევე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მონაწილეობენ, წარსული გამოცდილება ვიცით, მაგრამ დღეს ამ ნატოს ოპერაციის გარდა სხვა ოპერაციას თუ მიმდინარეობს? ამ ეტაპზე აქტიური ოპერაცია როგორც მახსოვს არ გვაქვს, თუმცა მიმდინარე თანამშრომლობები არსებობს და როგორც აღვნიშნე მოხსენებაში, ასევე მარკომში ყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც მუდმივად იქ თანამშრომლობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასე რომ ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ, პროექტები გვაქვს, აქტიურ რეჟიმში ვართ თანამშრომლობაში, არა მარტო საბერძნეთთან, სხვა პროექტებიც გვაქვს ნატოსთან, რომელიც მიმდინარე პროექტებია, ხან მოგეხსენებათ, რომ ხანგრძლივადით არის, თუმცა ესე კონკრეტული სწავლება რომ მიდიოდეს ახლა დღეს მდგომარეობით, ესეთი არ მახსენდება. ბატონო სანდრო, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს ზღვისფრთხილში დიდი ხანია მონაწილეობს, აღნიშნეთ აგრეთვე, რომ საბერძნეთთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა, ანუ გთხოვთ განმარტოთ საზოგადოებისთვის, რატომ გახდა ახლა საჭირო თურქეთთან ცალკე შეთანხმების გაფორმება, როდესაც საქართველოს ზღვისფრთხილში უკვე დიდი ხანია ისედაც მონაწილეობს. იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, აღნიშნული პროექტი თურქეთის მხარესთან ერთად განვახორციელებინა, დადგა რომ ანალოგიური შეთანხმება ქონდა, როგორც საბერძნეთთან გავაფორმეთ, მსგავსი ყოფილიყო თურქეთთანაც, შესაბამისად ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დავგეგმეთ ეს პროცესი, რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი შეთანხმებას უკვე, შესაბამისად პროცედურულად ჩაითვალა აუცილებლად, რომ მსგავსი შეთანხმება უნდა ყოფილიყო საფუძველი, თუნდაც ხარჯვითი ნაწილის, თუნდაც იგივე მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხების და სხვა ლოჯისტიკური საკითხების მოსაგვარებლად, ყველაზე ვთქვათ გამართლებულ გზად ეს მიმართულება ჩაითვალა, თუმცა რა თქმა უნდა ის ზოგადი თანამშრომლობა ყველა ძალაშია და აგრძელებთ აქტიურად მუშაობას ნატოს შესაბამის სააგენტოებთან და სხვა მიმართულებებთან. დიდი მადლობა. მეგობრებო, ვაყენებ კენჭისყრაზე დღის წესრიგის პირველ საკითხს, ვინ არის მომხრე? გვალობთ, საკითხი ერთმანეთ გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე. შემდეგი 4 საკითხი 4-ვეს წარმოადგენს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ იოსელიანი და 4-ვე ეხება საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებს ისლანდია, სერბეთი, სეიშელი და რუანდა. ამ 4 ქვეყანას შორის ქალბატონო თამარ გთხოვთ სათითაოდ წარმოადგინოთ საკითხები. დიდი მადლობა, მოგესალმებით. რატიფიცირებისათვის წარმოგიდგენ საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის 5 ივნისს ქალაქ ბელგრადში. შეთანხმების პროექტის ინიცირება მოხდა სერბეთის მხარის მიერ. წარმოდგენილი შეთანხმება, რა თქმა უნდა, ეფუძნება ღიაცის პრინციპებს. შეთანხმების მიხედვით დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობა შეუზღუდავია. დანიშნულ ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა, სიხშირე და საჰაერო ხომალდების ტიპი. ავიაბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით. შემოთავაზებული რედაქცია არ ითვალისწინებს საავიაციო ხელისუფლების მიერ განრიგების დამტკიცებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს შეუზღუდავ ფრენის სიხშირეებს ქვეყნებს შორის. ხოლო საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. შეთანხმებით მხარეებს შეუძლიათ ისარგებლონ პირველიდან მეოთხემდე ეგრეთ წოდებული საჰაერო თავისუფლების გამოყენებით, რაც შეეხება ჰაერის მეხუთე თავისუფლებას, იგი დამატებითი შეთანხმების საგანია. დღეისათვის საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება ავიაკომპანია Air Serbias მიერ ბელგრადი, თბილისი, ბელგრადის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით. უნდა აღინიშნოს, რომ ფრენები ხორციელდება
მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შესაბამისად მგზავრების რაოდენობა შეადგინა 14791 ერთეული მგზავრი. შეთანხმები ჩვენ 5 ივნისს გავაფორმეთ მემორანდუმი, ჩვენმა საავიაციო ხელისუფლებამ გავაფორმა მემორანდუმი და შესაბამისად დაინიშნა ფრენები. ამასთან შედარებისთვის მინდა მოვიყვანო თუ რამდენი მგზავრის გადაყვანა მოხდა 2024-23 წლებში არაპირდაპირი მიმართულებით 3771 ვიზიტორი ეწვია სერბეთიდან საქართველოს 2024 წელს, ხოლო 2023 წელს 2909 და შესაბამისად გვაქვს შედეგები უკვე ამ 5 თვის განმავლობაში 14791 მგზავრი გვეწვია. მადლობა. მადლობა კოლეგებო, ხომ არ არის კითხვები ამასთან დაკავშირებით? კითხვები არ არის, პრინციპში ყველაფერი ნათელია, ჩვენ მივესალმებით პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და სერბეთს შორის, სხვათა შორის მე მახსენდება, რომ სწორედ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტის დროს ბელგრადში ოფიციალურად გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის დაინიშნებოდა პირდაპირი ფრენები, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მხარს დაუჭერთ ამ საკითხს, შესაბამისად კენჭისყრაზე ვაყენებ საქართველოსა და სერბეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების შესახებ საკითხს, ვინ არის მომხრე. გმადლობთ, ქალბატონი მაიაც მომხრეა. შესაბამისად საკითხი გადაწყვეტილია. შემდეგი საკითხი რომელიც ისლანდია ალბათ, ისლანდიასა და საქართველოსა და ისლანდიას შორის. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის 26 თებერვალს ქალაქ რეიკიავიკში. შეთანხმების პროექტი შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნა ისლანდიური მხარის მიერ ორივე ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის დარგში კურსისა და ჩატარებული რეფორმების გათვალისწინებით. წარმოდგენილ შეთანხმების პროექტში აისახა სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ლიბერალური კურსი, რომლის შესაბამისად ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ჰაერის მეხუთე თავისუფლების მინიჭება წარმოადგენს დამატებით შეთანხმების საგანს. ორმაგი დაბერგვრის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმების პროექტი მოიცავს შესაბამის მუხლს, რომელშიც მითითებულია ის შეთანხმება, რომლითაც უშუალოდ რეგულირდება შეღავათიანი რეჟიმის გავრცელება ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველზე, თუ ნივთი ან მომსახურება განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის. გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა. აქაც მე მგონი ყველაფერი ნათელია. ამ შემთხვევაშიც მივესალმებით საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლას, თუ არის დაგეგმილი ზოგადად ანუ პირდაპირ რეისი, თუ არის ინტერესი უფრო სწორი იქნება ალბათ ასე რომ დავსვათ კითხვა. ან ჩვენი მხრიდან, ან ჩვენი ავიაკომპანიების მხრიდან, ან ისლანდიური ავიაკომპანიების მხრიდან პირდაპირ რეისების ჩართვას. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ისლანდიასთან, ისლანდიურ ავიაკომპანიებთან იმისათვის, რომ შევძლოთ ამ კუთხით წინსვლა. თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. მადლობა. კოლეგებო, საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება, ვინ არის მომხრე? გმადლობთ, საკითხი გადაწყვეტილია. შემდეგი საქართველოს მთავრობასა და რუანდის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენთ რუანდა თქვით ხო? რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი მოეწერა 2024 წლის 23 ოქტომბერს კუალა-ლუმპურში. შესაბამისად კონფერენციის ფარგლებში და შეთანხმების პროექტი ინიცირებული იქნა რუანდის მხარის მიერ. შეთანხმება ეფუძნება 1954 წლის 7 დეკემბრის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციას, ეგრეთ წოდებული ჩიკაგოს კონვენციის ძირითად პრინციპებს და ასახულია სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ლიბერალური კურსი, რომლის შესაბამისად ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, რომელიც დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის ავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰაერის მეხუთე თავისუფლების მინიჭების საკითხს, რაც დამატებით შეთანხმების საგანს წარმოადგენს მხარეებს შორის. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს მხარეთა დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ასევე სახმელეთო მომსახურების განხორციელებას. გთხოვთ მხარდაჭერას.
მადლობთ. კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს საქართველოსა და რუანდას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. მადლობთ, საკითხი გადაწყვეტილია და ბოლო ეს არის საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. ბატონო, რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი მოიწერა 2024 წელს 21 ოქტომბერს ქალაქ კუალა-ლუმპურში. პროექტი შემუშავებულ და ინიცირებულ იქნა სეიშელის რესპუბლიკის მხარის მიერ. წარმოდგენილი შეთანხმების პროექტის მიხედვით თითოეულ ხელშემკრულ მხარეს უფლება აქვს შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით დანიშნოს ერთი ან მეტი ავიასაწარმო. ამასთან ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები. მხარები იღებენ ვალდებულებას, რათა უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულება ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების თვალსაზრისით. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო ავიამიმოსვლა. აქაც მეხუთე თავისუფლებას თან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმება იქნება საჭირო. საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, ჩინეთთან, ბაჰრეინის სამეფოსთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან, თურქმენეთთან და ასე შემდეგ. შეთანხმებების ძალაში შესვლა არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ასიგნებების გამოყოფას და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას. გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობთ. ქალბატონ თამარ, როგორც მივხვდი, ეს სტანდარტული შეთანხმებებია და ყველა ქვეყანასთან და ერთ-ერთი ტიპის შეთანხმება იდება, ხო? ბატონო ლევანი. მადლობა. ქალბატონ თამარ, მაპატიეთ თუ ცოტა ესეთ უცნაური კითხვა დავსვი. მე მაინტერესებს შემდეგი. თქვათ სერბეთთან და ისლანდიასთან გასაგებია რომ გზავრთა გადაყვანა შეიძლება აქტუალური საკითხია და ასე შემდგომ. დანარჩენ ქვეყნებთან გზავრთა გადაყვანა არ მგონია გეოგრაფიულად მაინც და ჩვენი პირდაპირ ფრენები არც გვაქვს, მაგრამ სხვა საჭიროება დგას დღეს ან ტვირთის აი ეს ან ტვირთის გაეროს მისიების პარაგრაფში გადადის თუ აი რა საჭიროება იყო ამ ნაწილში რომ ზოგადად საერთაშორისო საავიაციო ტვირთის გადაზიდვა და შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენი არსებული საქართველოს სახელმწიფო რეესტრში არსებული ავიაკომპანიებისთვის ხელი შეწყობა და შესაბამისად იქიდან თუ ინტერესი იქნა მადლობა. მადლობა. თუმცა დავამატებდი, რომ სეიშელი და რუანდაც ორივე ძალიან დიდ ინვესტიციას დებს ტურიზმის განვითარებაში. ზუსტად ამის თქმა მინდოდა. სეიშელი ყველასთვის ცნობილია, ისედაც როგორც ერთ-ერთი ტურისტული, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ადგილი და რუანდა ბოლო წლებში ძალიან დიდ ინვესტიციას დებს ტურიზმის განვითარებაში და შესაბამისად აქედან არის ფიქრი. რუანდა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, კი ბატონო. უბრალოდ აქ აი ეს საჭიროება მინდოდა დამენახა ზუსტად გადატვირთთან ერთად პლუს იქმნება სამომავლოდ სივრცე თუ გაჩნდა ამის ინტერესი გზავრთა გადაყვანისაც ამის ნაწილშიც უკვე იქნება საკანონმდებლო ბაზა გამოსაძლებელი. კარგი, ესე იგი მეხუთე საკითხი საქართველოს მთავრობასა და შეისელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ვინ არის მომხრე? მადლობთ. მადლობა ქალბატონო თამარ, საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა მხარდაჭერას. კოლეგებო, თუ სხვა რაიმე კომენტარი ან განცხადება არ გაქვთ, შეგვიძლია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხომალდ დღეს დახურულად გამოვაცხადოთ. დიდი მადლობა.